ლაზარე სარგინება რატომ მოხდა კითხვით, რა გააკეთა მაცხოვარმა, ამიტომ იერუსალიმი იერუსალიმი მომზადებული ლაზარე სარგინებდა კითხვით რატომ მიდის მაცხოვარი არა მაინც მეოთხე დღეს რატომ მიდის მესამე დღეს ან მეხუთე დღეს ან მეჩვიდმეტე მაინც მეოთხე დღეს რატომ მაცხოვარმა აქამდე ციცის რომ ლაზარე მკვდარია მოკვდა მაგრამ თუ დააკვირდებით ხო იმას რა ქვია სახარებაში თუ იმას კარგად იგზნობა რომ მაცხოვარი არ ჩქარავს მეოთხე დღემდე არ მიდის სპეციალურად რატო აკეთებს ეგ ყველა მიცვალებული რომელიც იესონაზარული ახალგინა იყო ახალგადაწყვეტა ამათ ჰქონდათ ფარისევლებს ჰქონდათ შემოტანილი სწავლება და ნახეთ ეს სწავლება რას ამბობდა ადამიანი რო გარდაიცვლება სული და სხეული რო ერთმანეთს გაიმიჯნება ხო სული ცდილობს თავის სახლში დაბრუნებას ანუ სხეულში შესვლას და პირველ დღეს ამას ვერ ახდენს მეორე დღესაც იცის მაგრამ მეორე დღეს ნაკლები მოსურნეობა აქვს ამისა სრული დარჩენილი აქვს მაგრამ მოსურნეობა ნელ-ნელა იმაშება რა ქვია უსუსტდება იმიტომ რომ სხეული იწყებს ხწნას და აი რო უყურებს რაღაცა უკვე ეზარება ამისა მესამე დღესაც ცდილობს მაგრამ მესამე დღეს უკვე ყველაზე ნაკლები მოსურნეობა რო სხეულს ხწნა ბევრად აკრძალება მეოთხე დღეს იმდენად არის გახწნილი სხეული სული უარს ამბობს დაბრუნებასა და ანუ ყველა კრეტით აღდგინების სასწაულზე შეეძლოთ ფარისევლებს გაეოცელებინათ ხმები იმასთან დაკავშირებით რომ ეს იესომ კი არ აღდგინა უბრალოდ სული შეძრა უკან და დაემთხეს ამას აი ლაზარე მეოთხე დღეს პრესიოთეუბრებია და უკვე აყროლებულიო ლაზარეს მეოთხე დღეს აღდგენა ეს იყო მათი თეოლოგიის თლიანი დადუმება ყველა თეოლოგი იმიტომ არის სახარებაში იმიტომ წერია რომ ცდილობდნენ უნდა თუ ლაზარეც მოეკლოთ ლაზარე არის დოკუმენტი მათი ალპი თეოლოგიის სრული მამხილებელი არის ლაზარე რო ცოცხალი